დღევანდელმა ფაქტმა და გუშინდელ ფაქტმა მართლაც აი დამაფიქრა, კი, მაგრამ ჩვენი საზოგადოება სად არის? ვერ ხედავს რა დღეშია, ხო? აი რა დღეშია აგდებს, ხო? ეხა პოლიციას რო შევხვდა, გარყნილ რაღაცა გარკვეულ წარმონაქვს, ხო? ფაქტობრივად რომელიც პოლიცია კი არ არის. აი ამბობდნენ რომ პოლიციურ სახელმწიფო იქცა. არა, მე ვფიქრობ მილიციური სახელმწიფოა, იმიტომ რომ რეალურად ემსახურება მხოლოდ მილიტარული მიზანი აქვს, ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესს და რა თქმა უნდა იმ ძალაუფლებას, რომელიც აი ამ ვიღაცებს, რომელსაც საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვს, აქვს გარანტიას იმისა, რომ პრემიებს მიიღებენ და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის სწორედ იმ რა ვიცი თუ 700 კაცი მიიყვანეს ხომ ასეა და რომ წარმოგიდგენთ 700 კაცი აი ამ ბავშვების, მოხუცებისა და რა ვიცი ფეხბურთის ქალების დასარბევად და გამოსაყრელად წარმოუდგენელია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ვერ მოხერხდა გაერთიანება ოპოზიციური ძალების. აი პირდაპირ ვამბობ რა. რეალურად რომ ყოფილიყო ის რა თქონდა ჩვენ ჩაფიქრებული, რაც ქონდა უბრალოდ პოლიტიკოსები ჩაფიქრებული თავის დროზე და ვერ შეთანხმდნენ ნომრები ვერ დათმეს, რა ვიცი ვერ გამიგე რა იყო რა. ხო იყო ლაპარაკი მანამდე რომ არჩევნებამდე ხო რომ უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა ყოფილიყო ერთად. ამას ლაპარაკობდა სოჟი გიორგი ვაშაძეს, ამას ლაპარაკობდა ჩვენ ზურა გიაზმა ზურა არა მივიდოდი კინის კალამანი უნდა შემდეგ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე ხვალ მოგებოდა ხო და ეს ყველაფერს ერთად თუ ავიღებთ ყველაფერს ამაზე იყო ლაპარაკი ეს იმას ნიშნავს რომ თუ გაერთიანება არ მოხდება თუ არ მოხდება მართლაც რაღაც ეტაპზე მე უკვე თავად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაც იყო ობიექტურად ესეც უნდა ვახსენოთ და ასე შემდეგ მაგრამ წარსულში რაც იყო გამოცდილებად მივიღოთ და წინ წავიდეთ და ამის შედეგია სწორედ ის რომ აი დღეს ემდენად გადავხედოთ რომ უმცირესობა ფაქტიურად ძალაუფლების რა დავარქვა უზურპატორია თან არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ გაგებით კრიმინალური მენტალობით მართავს იმიტომ კრიმინალია ყველგან ამ შემთხვევაში კრიმინალური მეთოდის ჯის თავისივე თქვა შვილობილებს და შვილებს თუ წარმონაქმნებს ასევე შეუულია თავის მოკლევინოს თუ რა ვიცი ამ მოკლას რაღაცა აკბენინოს და რაღაცა შეიძლება ინფექცია აკეთებს ყველაფერი იმიტომ რეალურად როდესაც ოპოზიცია ბევრად ფორმეტია და სწორედ ამბობს გიორგი თავის ამარშულობელ წერილში რომ ლაპარაკია სწორედ იმაზე რომ ჩვენ ბევრად მეტი ვართ და გამარჯვებული ვართ მაგრამ სწორედ ეს ბევრი რო ვართ ერთობლიობაში ვერ ვახერხებთ იმიტომ რომ გაერთიანებული არ ვართ სწორედ ეს აძლევს ამას საშუალებას რომ გათიშდა იბატონოს პრინციპით განახორციელოს აი ეს უბედურება რასაც დღეს საქართველოს შეატრიალებს და კიდევ ერთი რაღაცა მინდა თქვა თუ მაქსამდე მეწუთი სამი ტიპის მართლობა ბჟეზინსკის თამაკ წაკითხული ნუ ერთ-ერთი სიჩარაწერი იყო ერთ-ერთი მისი ლექსიის რომ სამი ტიპის მართლობა არსებობს როგორც ასეთი ერთი აკადემიური მეორე არის იერარქიული და მესამე დემოკრატიული თუ შეიძლება კავშირი ამას და ეხლა მიტყვით ოღონდ ეს ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს რომელი აკადემიური როდესაც უმცირესობა ირჩევს უმრავლესობას აი გამოცდებს რომ გამოდიან სტუდენტები ხო გამოცდაზე გამოდის ახლა ჩვენ პროფესორები ვართ ცოტანი მაგრამ ვირჩევთ ბევრ ბავშვს ხო ვინ მოეწყოს და ვინ არა და ასე შემდეგ ეს არის აკადემიური მართლობა მეორე მართლობა არის იერარქიული მართლობა საეკლესიო ხო თეოლოგიური ტიპის მართლობა მოგახსენებათ ამ სისტემას წარუვალი პაპი თქვა ან ჩვენ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქი და იერარქია ესე პირამიდული სისტემაა და აწყობილია საათივით შეიძლება ასე ვთქვათ სინოდი და ქვაბი ხო და ხოლო დემოკრატიული ესე როცა უმრავლესობა ირჩევს 150 კაცს ამ შემთხვევაში 4 მილიონი აირჩევს ეს მას მიგანავირა. ეხლა თუ ამას გადაადგილებ და აურევ, მიიღებს საშინელებას პირდაპირ გაგებით. ეხლა დღეს ჩვენ გვაქვს კრიმინალური სინდიკატი ვიღებთ პირდაპირ გაგებით. იერარქიული სისტემა პირდაპირ გადმოტრიალება, პირდაპირ გადმოტანილია არც მეტი ასტაკლები დღევანდელ მართლობაში. იმიტომ ქვეყნის სათავეში დგას კრიმინალური პატრიარქი პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ის ქმნის საოცარ კრიმინალურ პირამიდას პირდაპირ გაგებით. ამიტომ რეალურად მართლა ხდება ამ შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ ივანიშვილს. ივანიშვილს თქმა უნდა, მაგრამ როგორ სხვანაირად